სულ მოკლე ვიდეო რა ხდება ჩემს საჩითილე ოთახში. მუშები კი მეუბნებიან გაიტანე უკვე ესენი აქედან კედლები არ შრებაო, მაგრამ სად გავიტანო ამამინჩი თოვლ დაგუშინ თოვლიდო. ნუ შუქი პროჟექტორები ყველა მხრიდან. სალათ კომბოსტოები, ბადრიჯანი. ოხ, სადაცური ნახეთ. აქ ხალხი ათესილი ახალი წამოვიდა. ყველა ფერმა წამოყო თავი. ეს პაკეტის პამიდრები სუტყვილად ჩავთესე 2 და ზოგან 3-ის ჩამივარდა. ჩემი დათვლებით არის დაახლოებით 90%-იანი ამოსვლა. ხო და ზოგან 100%-ით აი გადახედეთ. 2 ბიეც. აქ არის ერთი ცალი მარტო გამოტოვებული, მაგრამ ისიც შეიძლება ამოვიდეს. აგერ წამოყო, ესე იგი ესეც ამოვიდა. სუსტით რომ ვერ იქნება ეს მაინც. ეს უპირველად ათესილები. ესეც კომბოსტო, სასალათე კომბოსტოები. რა ვიცი, ყოჩაღათ არიან და გამიძელოდებიან რომ ცოტა მზეც ნახონ რა. დათესვის დროს რო მივეციკვება და სტიმულატორი, მას შემდეგ წყალი, მხოლოდ მეტი არაფერი. არ მეშინია მე ამათი კვების დეფიციტის, იმიტომ რომ იქ არის ბიომიქსი შიგნით. ფოროვანი მასალა, რომელიც საკვებ ნივთიერებებს ძალიან დიდი ხანი იკავებს. არც ამწვანებულია გრუნტი, აი ქვიშა არის უმეტეს წილი კი. რავი, როგორ გაჩვენოთ არ ვიცი. აი არის ძალიან ბევრი ქვიშა. დიდი წილი ქვიშა, კარგად იკავებს ქვიშა ტენიანობას. ხო და მაგიტო ვამბობ მეგობრებო, ეხა ბევრს გაუფრთხილდა ჩითილები და თუ არ გაქვთ აი ამის გაკეთების საშუალება, ხო? მოიშვით ჩითილების გამოყვანას, ნუ წვალობთ, მოსავალი გეკარგებათ თქვენ რაოდენობრივად. ანუ თქვენ შეიძლება ჩითილი კი გაამრავლოთ, გაიზარდოს, მაგრამ იმის გამო რომ 2-ჯერ 3-ჯერ დაისტრესა, ხო, თქვენ დაკარგეთ რავი 30% მინიმუმ მოსავალის. ანუ თუ უნდა მოესხა 5 კილო, მოისხამთ 3 კილოს. ხო და ის 2 კილო არ გიღებთ 30 თეთრ რო გადაიხადოთ ჩითილში და პროფესიონალური იყიდოთ, ან მოაწყობთ. ერთხელ მოაწყობთ საჩითილეს და მთელი წელიწადი ხო რაღაცები მაინც უნდა გადარგოთ, გადმორგოთ რაღაცა და ფაქტია რომ ძალიან დიდი ხანი იხმართ საჩითილეს. მე სარდაფში გავაკეთებ აი ასეთ კუთხეს რა, ასე რო თქვა და იქ იქნება რა. ხო, დაახლოებით აქ მაქვს 19-20 გრადუსი ტემპერატურა. ტენიანობა 70%-მდე ალბათ.